პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა ახალი კამპანიის ფარგლებში დღეს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შენობის წინ აქცია გამართეს. Როგორც ისინი ამბობენ, მიზანი საჯარო მოხელეების გამოღვიძება. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ არ ემსახურონ უსამართლო რეჟიმს. ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტის შედგენა, რომელშიც გადმოცემული იქნება აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულთა საქმეების სამართლებრივი დეტალები. დოკუმენტს საქმეს სიცრუისა ერქმევა. სამსახურში სანამ შეხვიდობი, აი ეგ ფიცი სათითაო სიტყვა სიტყვით აკონეთ, გულთან მიიტანეთ და დაფიქრდით იმაზე, დღეს რა მდგომარეობაში ვარ. გამწარებული დედები, პატიმრების დები, პატიმრების მეუღლეები და ყველა მიხვდებით იმას, რა სიმწარეში გვიდგია სული. თუ ჩვენ გვერდით არ გვიდგებით, ერთ საღამოს სახ ტელევიზიაზე გადავდეთ არხები და დაინახავთ ამ ქვეყანაში რა ხდება. ხედავთ სულ ყველა, მაგრამ დუმილით ეგებები. ნუ ეგებები დუმილით. ამოიღეთ ხმა, აიმაღლეთ ხმა და დადეკით სამართლიანობის გვერდით. ნუ უყურებთ ამდენ უსამართლოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავაგრძელოთ და მივიდეთ ყველა საჯარო სამსახურთან, რადგანაც მათ გავაგონოთ ჩვენი ხმა, ჩვენი შვილები უკანონოდ დააპატიმრეს და თეთრი ძაფით წერეს, რა თქმა უნდა, პროკურატურაში საქმეები. მოიყვანეს მოწმედ პოლიციელები, რომლებმაც ვერც ვერაფერი ვერ თქვეს საერთოდ, ამიტომ განაჩენი, რომელიც დადგა ჩვენი პატიმრებისა, ყველაფერი იყო უკანონო და მათ მაინც მიუსაჯეს წლები.